დიახ, მიშა ჩართვა მინდა დავიწყო ყველას გახსოვთ სიმბოლური და ემოციური კადრი ჟურნალისტ მზია ამაღლობლის, რომელიც სასამართლო დარბაზში სწორედ აი ამ წიგნით როგორ დავამარცხოთ დიქტატურა, ამ წიგნით შემოვიდა სასამართლო დარბაზში. ეს იყო ძალიან ემოციური კადრი და სიმბოლური კადრი და ეს კადრი ყველა მედია საშუალების თავარი კადრი იყო რამდენიმე დღის განმავლობაში. სწორედ მარია რესას აი ამ წიგნის განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებში ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. აი ამ წიგნის განხილვას ესწრება რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ის ადამიანები, რომლებიც ორ თვეზე მეტია აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. წიგნის განხილვაში მონაწილეობენ თავად გამომცემელი, წიგნის მთარგმნელი ხატია დეკანოიძე. მე მინდა ეხლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრო სწორედ წიგნის გამომცემლის ხელმძღვანელს, რომელმაც მიმოიხილა და პარალელები გაავლო საქართველოსთან დაკავშირებით. გვანცა რომ მითხრათ, რა პარალელი შეგიძლიათ გაავლოთ ამ წიგნსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორის. ეს წიგნი საუბრობს დიქტატურაზე, რომელიც ფილიპინებში ხდება, თუმცა ძალიან ბევრი საერთოა იმასთან, რაც მარია რესამ გამოიარა და იმ ბრძოლასთან, ბრძოლის მნიშვნელობასთან, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ დიქტატურის დამყარების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში. აქ საუბარია იმ თანამედროვე მეთოდებზე, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო ძალიან აქტიურად იყენებს ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე გულისხმობ იმ ტროლების და ბოტების სისტემას, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს და ფეიქ ნიუსების სახით ცდილობს, რომ ადამიანებს ტვინი გამოურაცხოს და მიაწოდოს აბსოლუტურად შელამაზებული კი არა, დამახინჯებული ინფორმაცია რეალობის შესახებ, თუნდაც ის რაც ღირს, რომ პროპაგანდულ მედიებზე ადამიანები ვერ ხედავენ და ნაცემ და დასახიჩრებულ ადამიანებს ვერ იგებენ ინფორმაციას რეჟიმის ტყვეების შესახებ და იმ უსამართლობის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ესეთი ტიპის ლიტერატურის კითხვით, როგორიც არის მარია რესას, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, ჩვენ შევიარაღდეთ ჩვენი გონიერებით, ცოდნით და მზად შევხვდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც კიდევ ბევრი იქნება, რა თქმა უნდა. ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არ არის იოლი ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელია და ქართველი ხალხის გამარჯვება აუცილებლად მალე დადგება. მადლობა, ქართველი ხალხის გამარჯვება აუცილებლად დადგება, ამბობს წიგნის გამომცემელი. ეხლა მინდა პირდაპირ ეთერში გავესაუბრო ხატია დეკანოიძეს, რომელიც არის აი ამ წიგნის მთარგმნელი ხატია. როგორ შეხვდა ბათუმში აქტივისტები აი ამ წიგნის განხილვას და როგორ მიმდინარეობს ზოგადად ქვეყანაში მოვლენები და ბათუმი რამდენად აქტიურია აი ამ საპროტესტო რეჟიმში? რა ვიცი, მე ნამდვილად ჩემთვის ამაღელვებელია დღეს ბათუმში ყოფნა, განსაკუთრებით მზიას მხარდასაჭერ პროტესტზე, განხილვაზე და ყველა რეჟიმის პატიმრის მხარდასაჭერ განხილვაზე, ღონისძიებაზე, რომელიც დაიგეგმა ბათუმის საპროტესტო აქციაზე. დღეს ვიყავით შეთანხმების, როდესაც ჩამოვედით, ვიყავით ბათუმელების რედაქციაში და მე მინდა ვთქვა, რომ ის შემართება, რომელიც აქვს თითოეულ ჟურნალისტს, მიუხედავად იმ რეპრესიებისა და დღეს მზია ამაღლობლის შიმშილობის მე-15 დღე მე ძალიან ვღელავ ამაზე, ნამდვილად და ისევე როგორც ბევრი ადამიანი, შემართება თავისუფლებისთვის ბრძოლის мотиваცია ძალიან დიდია. ყველა ადამიანი, ბათუმელები, არ ვიცი, ქუთაისლები, ზუგდიდელები, თბილისლები, ყველა საუბრობთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამარცხდეს დიქტატურა. და როგორ დავამარცხოთ დიქტატურა? დიქტატურა და რეჟიმი უნდა დამარცხდეს ერთიანობით, თავგანწირული ბრძოლით, რომელიც გვაჩვენეს რეჟიმის პატიმრებმა და გაუჩერებელი ბრძოლით. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და როდის დამარცხდება დიქტატორი? როდესაც გავალთ ბოლოში. აი ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი კირთაძეს ხედავ აქ და შევეცდები რომ ეხა პირდაპირ ეთერში გავესაუბრო. გიორგი, ბათუმში საპროტესტო აქციები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. რამდენად აქტიურია ზღვისპირა ქალაქი? ეწყობა მზია ამაღლობლის სოლიდარობის აქცია, ყველა პოლიტპატიმრის სოლიდარობის აქცია. დღეს კიდევ აჭარის მაღალმთიანეთის მოსახლეობამ გააკეთა საპროტესტო აქცია. რა შეგიძლია თქვა ბათუმიდან? ის რომ ბათუმი
ყოველთვის ავანგარდში დგას ამ ტიპის ბრძოლაში ჩვენი ქვეყნისათვის ეს ჩვეული პროცესია მოკლედ და ეხლაც ამ ყველაზე რთულ დროსაც რა თქმა უნდა ბათუმი არის ძალიან აქტიური პირველი პოლიტიკური პატიმარი ხალი ალბათ რა ვიცი საქართველოს ისტორიაშიც მათ შორის სამწუხაროდ ეხა ჩვენ გვყავს ბათუმიდან ზია ამაღლობელი რომელიც დღეს რა ვიცი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში ყავს იმიტომ რომ ის იბრძვის სიტყვის თავისუფლებისა დემოკრატიისა და ზოგადად ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ხო მასთან ერთად ზვია ცეცხლაძე ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი დეკანი რა ვიცი უამრავი ადამიანი დაიჭირეს ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში ეს საჩვენებს ბათუმელების გულწრფელ და უკომპრომისო ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით ძალიან დიდი მადლობა გოგიტა დღეს ძალიან საინტერესო აქცია მოაწყო აჭარის მაღალმთიანეთის მოსახლეობამ რა შეგიძლია თქვა ხულოს რაიონიდან ჩამოვიდა ხალხი იმ რაიონიდან სადაც ეხლა ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობებია არის თოვლი თუმცა მიუხედავად ამისა მაინც გამართეს საპროტესტო აქცია კი მიუხედავად აი რთული ამისა სწორად აღნიშნე მიუხედავად რთული ამისა მაინც ჩამოვიდა შეუერთა ჩვენს აქციას სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს დაკავებულ პოლიტპატიმრებს ზვია ცეცხლაძეს ზია ამაღლობელს მეც უერთები და სოლიდარობას უცხადე პოლიტპატიმრებს აი ეს ხალხი ანუ როგორც მაღალმთიანი რეგიონიდან ასევე მთელი აჭარა რა ვიცი აი ქალაქი იქნება რა ვიცი შუახევი ქედა ხულო ყველა აი ორმაგავად მოტივირებულია იმისთვის რომ დღეს მიუხედავად იმისა რომ მე-60 დღეა მაინც ორმაგი მოტივაციით ორმაგი ენერგიით მზად არის რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იდგეს ქუჩაში და რა ვიცი აი მართლაც რომ წარმოუდგენელი მოტივაცია არის ბიძინა ივანიშვილს ეგონა რომ ეს მუხტი ჩავარდებოდა ბიძინა კი არ ჩავარდა ყველა რეგიონები ფეხზე ადგება და აუცილებლად წაგელეკავს ბოლოს იქნება ის რომ ბიძინა ივანიშვილს წალეკავს ეს ხალხი ძალიან დიდი მადლობა თემო რო გითხრა პირდაპირ ეთერში ვართ დღეს საინტერესო აქცია მოაწყო შენმა თანარაიონელებმა ხულოდან ჩამოვიდა ხალხი გააპროტესტა რუსული რეჟიმი კი დღეს ხულელებიც კი გაუბრაზდით ზოგადად ჩვენ წყნარი ხალხი ვართ ხოლმე და ნაკლებად უბრაზდებით ცოტა გვიან უბრაზდებით მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენც კი გაუბრაზდით და სხვათაშორის ეს გამოიწვია აი იმ პოლიცმაისტერის ქმედებებმა რაც მაგან ჩაიდინა იმიტომ რომ არც პოლიციაში არც სამართალში არც რაღაცა ადამიანობაში და არც კაცობაში ის არ მოსულა რაც მაგ კაცმა გააკეთა რომ ხალი დაიჭირა მზია მაღალმთიანი რაიონის წარმომადგენელი და აი დღეს რაც ხდება არის მაგის მაგალითი რომ აჭარაშიც კი უკვე ხულელებიც კი გაგვაბრაზდეს და საბოლოო ჯამში გამორიცხული არის რომ მაგათ აქ რაღაცნაირად ესე შვიდად წყნარად რუსეთში წაგვიყვანონ არ გაროსდება ეს ქვეყანა მე მგონია ეს გასაგებიც უნდა იყოს მაგათთვის საბოლოო ჯამში რა ვიცი ჩვენ ცოტა სხვა ხალხი ვართ და სხვანაირი ხალხი ვართ და დასავლეთისკენ მივდიოდით სულ და დასავლეთი არის ჩვენი საბოლოო მიზანი მაინც ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდას და გავესაუბრები ნიკა საპროტესტო აქციის დაწყების დღიდან დგეხარ აქ ყოველდღიურად მოდიხარ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ორი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ხო ჩვენი მთავარი მოთხოვნები არის სწორედ ის რაც დღეს ამ ქვეყანას ჭირდება იმისათვის რომ გააგრძელოს მშვიდობიანი თანაცხოვრება მოქალაქეებმა ჭირდება იმისათვის რომ საქართველოს გახდეს ევროპის და ევროკავშირის წევრი და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა პირველ რიგში განთავისუფლება ყველა პოლიტიკური პატიმრის და რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნები რომელიც განმუხტავს ამ სიტუაციას ხელისუფლება მიუხედავად იმისა რომ ცდილობს რომ ჩვენი ხმა არ გაიგონოს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ჩვენი ეს პროტესტი მათ გავაგონოთ და უმთავრესი მიზანი ამ პროტესტის არის სწორედ ის რომ ვაჩვენოთ რომ ჩვენ არ ვიღლებით ჩვენ ბრძოლისთვის ვართ მზად ყოველდღიურ რეჟიმში ვდგავართ აქ და რამდენი ხანიც იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის რომ აქ ვიდგეთ ზუსტად იმდენი ხანი ვიდგებით და არც დავიღლებით არც რაიმე შეგვაშინებს არც ციხის გვეშინია არც იმ ტიტუშკების გვეშინია შიგადაშიგ რო გვიგზავნიან ამიტომ ვდგავართ ბოლომდე ვდგავართ მყარად და ვიდგებით მანამ სანამ ჩვენი ქვეყანა არ გაიმარჯვებს ძალიან დიდი მადლობა ვაჟას გავესაუბრები დარჩიოს რომელიც 3 დღის წინ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ვაჟა მოხვედი და მაინც გამოდიხარ საპროტესტო აქციაზე არ გეშინია ცხადი ამის მიზანი ხო ის იყო რომ ჩვენ რაღაცნაირად დავეშინებინეთ და ის ერთკვირიანი სპეცოპერაცია ბათუმელების წინააღმდეგ რაც აწარმოეს ამაზე იყო გათვლილი თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ ბათუმი ამ ამბების შემდეგ უფრო კრეატიული
გახდა ეს პროტესტი უფრო გაიშალა დღეს ნახეთ ყულუელების მარში ვხედავთ ეხლა რომ შემეცნებითი სახეც მიიღო ამ ყველაფერმა ჩვენ ეხლა აქ ვისმენთ იმ ცნობილი წიგნის განხილვას რაც გახდა თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლო ხო უპირობო სოლიდარობა რა თქმა უნდა ქალბატონ მზია ამაღლობელს და ყველა პატიმარს ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ სანამ ქალბატონი მზია და ყველა უდანაშაულო პატიმარი არ იქნება გარეთ და რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის რომ უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები ბათუმში ამ პროტესტმა კიდე ერთი მოთხოვნა შეიძინა ამ დროის განმავლობაში და ეს არის ყველა მოძალადე პოლიციელის გათავისუფლება იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ადამიანურ ისტორიებს პირადად ადამიანები ყვებიან იმას თუ როგორ იძალა და მასზე მათ შორის პოლიციის უფროსმა და ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა ჩვენ დავბრუნდებით წარსულში ამიტომ აუცილებელია რომ ხელისუფლება